მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook, YouTube და TikTok მაყურებლებო. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი ვარ. მოკლედ გადავიდეთ მთავარ თემაზე. ქალი, სილამაზე და ბიზნესი. ხშირად ეს სამი სიტყვა ძალიან მარტივად ჟღერს, თუმცა რა დგას ხოლმე ხშირ შემთხვევაში ამის უკან, ხო? წნეხი, პასუხისგებლობა და მუდმივი მტკიცება. დღეს ვისაუბრებთ პარიკების ოთახზე, ქართულ ბრენდზე, Wixroom-ზე და ხშირად, როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად პარიკებზე, ადამიანებს გონიათ რაღაცა ესეთი ვიზუალური ელემენტი მხოლოდ, თუმცა ადამიანებისთვის წარმოადგენს ხშირ შემთხვევაში და ზოგადად არის თვით დაჯერებულობის და თვით, ასე ვთქვათ, შეფასების ესეთი ერთ-ერთი სერიოზული პარამეტრი და კრიტერიუმი, ხო? მოკლედ დღეს ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, Wixroom-ზე, საინტერესოდ გავშლით ამ თემას. ჩემი სტუმარი არის Wixroom-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გვანცა ინასარიძე. გვანცა, მოგესალმები. მოგესალმებით, მეც. რატო ვახსენე ერთ-ერთი? იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური, ასე ვთქვათ, კომპანია Wixroom-ი არის შექმნილი ორი დედმამიშვილის, ორი დის მიერ, დები ინასარიძეების მიერ. და მოკლედ admoval უკვე შენთან, ხო, გვანცა. გვანცა, კიდევ ერთხელ მოგესალმები, კეთილი იყო შენი ფეხი ამ ფორმატში. ორიოდე სიტყვით რომ შეაფასო, როგორ მოგწონს ეს ფორმატი კონკრეტულად. მეც მოგესალმებით, სერგო და უდიდეს მადლობას გადაგიხდით, ვისარგებლობთ თქვენი ეთერით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპებისთვის მსგავსი ფორმატით საუბარი და მომხმარებელთან იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიტანა, რაც რეალურად ბიზნესთან ახლავს და არ ჩანს ხოლმე სინამდვილეში. ჩემი დაც უნდა ყოფილიყო აქ და აქედან მივესალმოთ და მოვიკითხოთ, მაგრამ ხშირად გვიწევს force majeure სიტუაციაში ყოფნა და დღეს იყო ერთ-ერთი მაგალითი იმის, რომ ვერ დაესწრო ჩვენს ამ ფორმატს, მაგრამ არა უშავს. აბსოლუტურად გასაგებია, თქვენ ასე ვთქვათ, საოპერაციო მმართველები ხართ ბიზნესის და ჩვეულებრივად როგორც ნებისმიერი ბიზნესმენი გაწერილი გაქვთ მთელი დღე. მოდით, საიდან დავიწყოთ, გვანცა, თქვენი ბიზნესი, Wixroom-ი უფრო როგორ შევაფასებთ რა, უფრო სილამაზის ბიზნესია თუ პასუხისგებლობის ბიზნესი? ეს ისეთი სადაო საკითხია, იმიტომ რომ ალბათ ერთმანეთს უფრო ავსებს, ვერ გამოვყოფ რომელიმე კონკრეტულს ვერ ვიტყვით, გამომდინარე იქიდან რომ სილამაზის ინდუსტრიაა თავისთავად, თუმცა სანამ ჩავერთვებოდით ესე ძირფესვიანად ამ ყველაფერში, არ ველოდით ამხელა პასუხისგებლობას და ამდენ გამოწვევას, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით და ეს არის ორივე შემავსებელი კომპონენტი ბიზნესის მართვაში. სილამაზის ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ქალებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცებისთვისაც, თუმცა ჩვენი ფოკუსი დასაწყისში იყო სამიზნე აუდიტორია ქალი, რადგან დამფუძნებლებიც მეც და ჩემიდაც ქალები გახლავართ, რაღაცნაირად უფრო სენტიმენტალურად მივიღეთ ეს ყველაფერი, ეს ტკივილები, რაც ერთიანდება ამ ინდუსტრიის გარშემო და დავიწყეთ ფოკუსირებულად ამ პრობლემების მოგვარება. იავარდით გაფენილი გზა არ გქონია ნამდვილად. ჩვენ ეს ბიზნესი, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესია. ეს ბიზნესი დაიწყო არც მეტი, არც ნაკლები $300, ნასესხები $300 და მაშინ ძალიან ისე ამხელა მასშტაბს ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ განვითარდებოდა და ასე სწრაფად პროგრესირდებოდა რაღაცა მოვლენები ჩვენს ირგვლივ. ანუ საერთოდ 6 წელია, რაც ჩვენი პირველი ბიზნესი არის აქტიურად გამოჩნდა ბაზარზე, სილამაზის სალონი, რომელიც შემავსებელი არის იმ ძირითადი საქმიანობის, რასაც დღეს ახლა განვიხილავთ პარიკების ოთახს. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ეს იყო პანდემიამდე პერიოდი, დაახლოებით ალბათ 1 წელი იარსება ჩვენმა სილამაზის სალონმა და შემდეგ ყველა კომპანიისთვის ჩამობნელდა, ესე ვთქვათ, როგორც ჩვენთვის და ჩავიკეტეთ
ძალიან ბევრი წვალება გავიარეთ ამ 1 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ მე და ჩემთან, როგორც თქვი, ნასესხების $100 დავიწყეთ. ბიზნესი იყო ძალიან პატარა და ჩვენ გვიწევდა ურთულესი გზის გავლა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ცნობადობა არ გქონდა საკმარისი და მომხმარებლების რაოდენობა არ იყო ისეთი სტაბილური, რომ ჩვენ გვერჩინა, ასე ვთქვათ, ჩვენი საქმიანობა და გვიწევდა ღამეების გათენება, ძალიან ბევრი უძილო ღამე ახსოვს ჩვენს სტარტაპს, ძალიან ბევრი წვალება და შრომა. თუმცა რეალურად რომ გითხრათ ეხლა რა ეტაპზე ვართ, ვერ გამოვყოფ ამ პერიოდს, რომ ახლა ყველაფერი რაღაცა თავის მექანიკურად მიმდინარეობს და ყველაფერი კარგად არის. ესე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, რომ ახლა გაცილებით სხვა მასშტაბებზე გვაქვს საუბარი, თუნდაც ციფრებს რომ შევადაროთ, გაყიდვების კუთხით და შემოსავლის კუთხით, ყველაფერი იწყება ყოველდღე თავიდან, იმიტომ რომ ანტრეპრენერის და სტარტაპერის ცხოვრება არის ძალიან განსხვავებული. სულისკვეთება ის რაღაც შიგნიდან რაც მოდის, არასდროს არ ჩერდება. ანუ თითქოს რაღაცა ერთ პროექტზე მორჩებით მუშაობას და ავტომატურად აი შუა პროცესში ახალი რაღაცა თავგადასავლები ჩნდება და მე და ჩემი და სულ ერთმანეთს შევციცინებთ თვალებში და ვუყურებთ, გავრისკოთ კიდე, წავიდეთ და რა თქმა უნდა ანუ ერთმანეთს ავსებს მე ჩემი და ჩემიდის ესეთი შემართება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩამოვრჩეთ რაღაცა პროცესებს. მინდა გავამახვილო კიდე ყურადღება. გვანცა თქვენ როდესაც იწყებდით ამ საქმეს, დარწმუნებული ვარ, თქვენ გეტყობათ კიდევაც, ხო, ძალიან გიყვართ ის საქმე, რასაც აკეთებთ, ხო? და როდის მივხვდით, რომ ეს უკვე აღარ არის ხობი, ეს აღარ არის უბრალოდ ბიუთი და აღარ არის უბრალოდ რაღაც საინტერესო და საყვარელი საქმე, არამედ ეს არის უკვე ბიზნესი. ამისი მიხვედრა, სიმართლე გითხრათ, ცოტა რთული შესაძლებელია, იმიტომ რომ ბიზნესმა კი გაიარა ძალიან რთული ეტაპები, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობდით თავიდანვე, ეს იყო პასუხისმგებლობა, როგორც თავიდან ვახსენეთ და ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახები გვებარა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენს გუნდში ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ასეთ სექტორში და ასეთ წარმოებაში იპოვნო კადრი, რომელიც შენს მოლოდინს იმედებს და შენს საერთო ხედვას გაიზიარებს და ამიტომ ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენ თითოეულ თანამშრომელს და როდესაც მივხვდით, რომ ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი არ გვებარა ამ საქმეში და ბიზნესმა დაიწყო რაღაც გარკვეულწილად თანხის წერა, ფულის და მოგება, ესე ვთქვათ. მაშინ მივხვდით, რომ საერთოდ სხვა მასშტაბებზე გქონდა სხვა მასშტაბებთან გქონდა შეხება და საერთოდ სხვა კრიტერიუმებით უნდა შეგვეფასებინა ეს ყველაფერი. აი ზუსტად რომ გადავიდეთ წარმოების ეტაპზე, როდესაც ჩვენ პირველი ნაწარმი შევქმენით და ამ ყველაფერს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება ჩვენი მომხმარებლის მხრიდან, იმიტომ რომ მივხვდით რა აწუხებს რეალურად ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ ძალიან კარგად შევისწავლეთ. თავიდან იყო საერთოდ არაპარიკი, არამედ ჩალმა, რომელსაც გარკვეულწილად ჰქონდათ მის პატარა ელემენტები მიმაგრებული და აქედან გამომდინარე დავინახეთ საზოგადოების ჩართულობა და ინტერესი ამ პროდუქტის. შემდეგ უკვე დაემატა სხვადასხვა კატეგორია და სხვადასხვა მომხმარებელი და ძალიან ისეთ კატეგორიასთან აღმოჩნდით, სადაც რეალურად მხოლოდ სილამაზე არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის რაღაცა სულიერი ტკივილის გაზიარებაც, რაც მათ თან ახლავს. ჩვენ ძირითადი მომხმარებლები მაინც არიან ონკოპაციენტები, შევეხოთ ამ თემას ცოტა მსუბუქ ფორმებში, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სამწუხარო რეალობა საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, ალბათ მსოფლიო ებრძვის ამ ძალიან დიდ დაავადებას, თუმცა საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდი სტატისტიკა გვაქვს დადასტურებული შემთხვევების ყოველწლიურად და გვიწევს ჩვენ ასეთ ადამიანებთან მუშაობა, მათი
ფსიქოლოგებიც ვართ, ესე გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანებს ვუბრუნებთ თავდაჯერებულობას, ვუბრუნებთ იმედს, რომ ეს არის დროებითი დაბრკოლება და ყველაფერი იქნება კარგად. და აი ამ ემოციების გაზიარებით ჩვენ ძალიან დიდი აუდიტორია შემოგვიერთდა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მივხვდით, რომ მარტო არ ვართ და ძალიან ბევრი ადამიანის ტკივილს ვაყუჩებთ. მხოლოდ ქიმიოთერაპიების პროცესი არ არის აქ არის სხვადასხვა უამრავი თანხლები და დაავადებები, რომლებიც ეტაპობრივად გავიგეთ ჩვენ, იმიტომ რომ ადამიანებს აწუხებთ თმის ჩვენის პრობლემა. ესეთი ადამიანები არიან ალოპეციით დაავადებულები. ადამიანებს აწუხებთ ასევე ანდროგენული ცვენა, ბუდობრივი ცვენა, რომელიც გარკვეულწილად გარკვეული ასაკის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს და საკმაოდ მრავალფეროვანი მომხმარებლის კატეგორია გვყავს. თუმცა, რა თქმა უნდა, პარიკის მოხმარება და ზოგადად ჩვენი პროდუქციის გამოყენება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს ავად ან რაღაცა გარკვეულ პრობლემებს ებრძოდეს. აი აქ უკვე ვეხებით ესთეტიკის სფეროს და უბრალოდ აღმოვაჩინეთ ადამიანები, ვისაც ერთი დღისთვის სჭირდება იმიჯის შეცვლა, ან უბრალოდ თმის დაგრძელება სურს, სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. დიახ, ძალიან მარტივი გამოსავალია, რომ გარდაისახო მარტივად და პრაქტიკულად და ნუ აი ამ ერთმანეთს ავსებს შემდეგ ეს კატეგორია. ხვდებით იმას, რომ ესთეტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი გვაქვს და ასევე ძალიან საჭირო ფუნქციას ვასრულებთ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებათ ამ პროცესში. ფანტასტიკური პასუხია და გვანცა ჩვენ ამაზე აუცილებლად კიდევ ვისაუბრებთ და ეთერის მეშვეობითაც ყველა ონკოპაციენტს მალე გამოჯამთელებას უსურვებთ. არ დაჭერა ჩვენი მხრიდან კი ბატონო. მე ხა მინდა პრინციპში აი აუცილებლად ვისაუბრებთ იმ სოციალურ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობის პროექტებზე, რომელშიც ხართ ჩართულებით მუდმივად და უკვე ინიციატორებიც ხართ ამდენიმე პროექტის, ხო? თუმცა მოდი არ გავიდეთ ძალიან შორს ხო თემიდან, მე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე თუ ეს ბიზნესი არის შექმნილი ორი, ასე ვთქვათ, დედმამიშვილის მიერ, ხო? ნათესავები ბიზნესში ცოტა ესეთი სტერეოტიპული გაგებაა, ხო? როგორ გაქვთ რეალურად დღეს განაწილებული ეს როლები, ხო? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? როლების გადანაწილება ბოლო პერიოდში უფრო მეტად მძაფრად შევიგრძენით მე და ჩემ მადამ. გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესი იმდენად სწრაფად ვითარდება და იმდენად სწრაფად იცვლება რაღაცა პროცესები, რომ მივხვდით ყველაფერში არ გვეყოფოდა ფიზიკურად ენერგია, დრო და გადავინაწილეთ ჩვენი როლები. ჩემი და არის პასუხისმგებელი ძირითადად წარმოების ნაწილზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი ესე ვთქვათ ფუნდამენტი ჩვენი პროდუქტის და წარმოების არის საწარმოო პროცესი. არის ხი ტექნოლოგია. დიახ. კადრების გადამზადება, მათ შორის სწავლება და სხვადასხვა პასუხისმგებლობები იყრის კიდე ამ ყველაფერში თავს და მეორე მხარეს არის უფრო ადმინისტრაციული მიმართულება, მენეჯმენტი, საინტერესო, ასე ვთქვათ, პროექტებში მონაწილეობა და ის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები, რაც ახსენე შენ და ვიღებთ უკვე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობას, ეს დანარჩენი ნაწილი ძირითადად ნაწილდება ჩემზე და სხვათა შორის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ასეთი პოზიციების გადანაწილება ჩვენ შორის, იმიტომ რომ მივხვდით რა იყო ჩვენი ძლიერი მხარე, როგორც მომხმარებლის ქცევას ვაანალიზებთ, ჩვენ შემთხვევაშიც ესე მოვიქეცით, დავაკვირდით რა ძირითადი მიმართულების შესრულება გამოგვდიოდა ყველაზე მეტად კარგად და ფოკუსირება ავიღეთ ამ ნაწილებზე. ჯერ კიდევ არის სატესტო რეჟიმში ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ასე რგო დღეს, რომ რაღაც ვისწავლოთ და შემდეგ გადავიტანოთ ეს ყველაფერი ბიზნესში. პროცესში ვსწავლობთ, ანუ სადაგზავ ვსწავლობთ ყველაფერს ჩვენ შეცდომებზე ძირითადად და ეს ყველაფერი ინერგება შემდეგ და ეძლევა რაღაცა სტაბილური სახე.
სხვადასხვა თემატურად შევეხები მაშინ, ხო? ანუ ზუსტად მაგ ტექნოლოგიებს და მაგ გამოცდილებებს, რომელსაც თქვენ პრინციპში მართლა გადაგზა აგროვებთ, ხო? გვანცა თქვენ ხშირად იღებთ მონაწილეობებს სხვადასხვა საერთაშორისო რაღაც კონფერენციებში, გამოფენებში, რაც მე ახლა ყველაზე ესეთი ახლო მახსენდება, ეს არის ჩინეთში გამართული გამოფენა, საერთაშორისო გამოფენა, აი ჩვენ საეთეროსაც ვთხოვ, რომ გაუშვას კადრები. ხო, და მინდა რომ აი ორიოდე სიტყვით ამ გამოფენაზეც ვისაუბროთ და რა წამოვიღეთ რეალურად მანდედან და ზოგადად შეცვალა თუ არა მაგ გამოფენაზე, ასე ვთქვათ, ვიზიტმა რაღაც მიდგომები ბიზნესში. კი, სერგო, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა განვითარდე და განვითარება არ ხდება ჯანსაღი კონკურენტის შეფასების გარეშე. ჩინეთში გამოფენას დავესწარით ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და საერთაშორისო გამოფენას, სადაც თავს იყრიდნენ მსოფლიოს წამყვანი ბრენდები და ჩვენი მიზანი იყო დაკვირვება პირველ რიგში შეფასებისთვის, სად იმყოფება ახლა ჩვენი წარმოება და ჩვენი ბიზნესი, რა სირთულეები აქვს და რა შედეგები გვხვდება რეალურად საგამოფენო სივრცეში წამყვანი კომპანიების მხრიდან. ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენთვის ეს გამოფენა, ძალიან ბევრი კონტაქტი შევიძინეთ, ახალი სახეები გავიცანით და დღემდე გვაქვს ამ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობა სხვადასხვა კუთხით, ნედლეულის მრავალფეროვნებისთვის, ასევე ხარისხის გაუმჯობესებისთვის და რა ეტაპზე ვართ, რას მივხვდით, რომ რა ეტაპზე ხართ ახლა იმ საერთაშორისო ასპარეზზე? იცით როგორ არის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიაც საკმაოდ სწრაფად განვითარდა, ერთი საკერავი მანქანიდან დღეს ვაერთიანებთ 20 ისეთ მნიშვნელოვან დანადგარს, რომელიც უკვე წარმოებაში აქტიურად არის ჩართული და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ დანადგარების სიმრავლით წარმადობა გავზარდეთ ჩვენი ნაკეთობების და უკვე ვაკმაყოფილეთ მთლიან საქართველოს მოთხოვნებს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სდება ეს საქართველოს ფარგლებს და გადის უკვე საზღვრებს გარეთაც. უფრო გასაგები რო იყოს, ანუ ჩვენ რამოდენიმეჯერ რო ახსენეთ საწარმო. მინდა რომ ჩვენმა აუდიტორიამ კარგად გაიგოს რა საწარმოზეა საუბარი, იმიტომ რომ ამასაც აქვს თავისი კიდე სოციალური დატვირთვა, ხო? თქვენ რეგიონში გაქვთ ეს საწარმო გაკეთებული და დასაქმებული ყავთ ადგილობრივი მოსახლეობა, რაც კიდევ დამატებით ძენს, ასე ვთქვათ, დამატებით ასე ვთქვათ, мотиваციაა თქვენი კომპანიისთვის, ხო? და აი, მოდი ორი სიტყვით, აი, მაინც ამაზეც რო გავამახვილოთ ყურადღება, ანუ რა საწარმოზეა საუბარი, როგორ იქნება ეს ყველაფერი და როგორ დაიწყე. ჩვენი საწარმო მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, ეს არის ჩვენი საცხოვრებელი სახლი, სადაც რეალურად დაიწყო ყველაფერი. საწარმო დაიწყო ერთი ჩაბნელებული სხვენის საშუალებით, სადაც გაჩნდა რეალურად ეს შესაძლებლობა. ჩვენ არ გვქონდა წვდომა თავიდან სხვადასხვა საგრანტო პროექტებზე და აი ამ საგრანტო პროექტებზე ძალიან მიყვარს ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ არა ესეთი ხელშეწყობა მათი მხრიდან, ჩვენ ძალიან გაგუჭირდებოდა საკუთარი სახსრებით ამ ყველაფრის გაკეთება და რეალურად დღევანდელ მდგომარეობას ალბათ ბევრად ჩამორჩებოდა ის ყველაფერი. ამიტომ ის ადგილი მოვაწყეთ, გარდავქმნით, ესე ვთქვათ, საწარმოდ და შემდეგ დაიწყო სხვადასხვა საგრანტო პროექტებში აქტიურად მონაწილეობა და პირველი საკერავი მანქანა, რომ შევიძინეთ, ეს საკერავი მანქანა ვერ ასრულებდა იმ ყველა პროცესს, რაც პარიკის წარმოება სჭირდება. და ეს იყო ჩვენთვის ძალიან ისეთი კურიოზულად ვიხსენებთ ხოლმე დღეს ამას, იმიტომ რომ როდესაც ინვესტორი შენ გენდობა და გაძლევს იმ საშუალებას, რომ კი ბატონო, მოყვები შენს ბიზნეს გეგმაში ძალიან ისეთ კარგად ჩამოყალიბებულად იყო ყველაფერი გაწერილი, თუმცა ბიუჯეტიდან გამომდინარე, ყველა დანადგარის შეძენა ვერ მოვახერხეთ და ვიყიდეთ ერთი საკერავი მანქანა. მონიტორინგზე როდესაც მოდიოდნენ ეს წარმომადგენლები, ძალიან
ხო, გვეცინება ამ პროცესზე, იმიტომ რომ ერთი პარიკი გქონდა სანიმუშოდ, რომ გვეჩვენებინა, აი ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამის გაკეთება და ამით დაიჯერეს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ვისარგებლობ თქვენი ეთერით და მოუწოდებ ყველა დამწყებ სტარტაპერს, რომ არ არის აუცილებელი გქონდეს რაღაც გარკვეული დანაზოგი ძალიან დიდი იმის, რომ შენი ოცნებები რეალობად აქციო. ჩვენ რომ ესე გვეფიქრა, ალბათ აქამდე არ ვიქნებოდით. დავიწყეთ ერთი საკერავი მანქანით და გზა და გზა სხვა საშუალებებიც გამოჩნდა, რომლის რატო დაგაფინანსეს თქვენ? აი გულანთებული ადამიანები დაინახეს ალბათ ჩვენი სახით. სულ ამას ვამბობ ხოლმე, არ ვიცი რატო დაგვიჯერეს, მაგრამ ჩვენ თვითონაც ძალიან გვჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებდით ამას, უბრალოდ ვიწვალებდით ძალიან და აი ეს მუხტი რაც შიგნიდან მოდიოდა ამ ადამიანებმა დაინახეს და მოგცეს შესაძლებლობა, რაც არ შემიძლია მადლობის გარეშე გავუშვა. იმიტომ რომ ამას შემდეგ კიდევ სხვა დაფინანსებები მოყვა და რეალურად შეიკრა ალბათ 2 წელიწადში შეიკრა ჩვენი საწარმო აღიჭურვა იმ ყველა დანადგარით რაც საბოლოო ესე ვთქვათ მას საბოლოო პროცესს გამართავდა და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რაც არის ამ წარმოების დროს ჩვენ არ გვყავდა კვალიფიციური კადრები. და მე და ჩემს დას გვიწევდა ყველა ოპერაციის საქართველოში არ არის, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია ძალიან ახალია, თუმცა ჩვენ ამაზე პრეტენზია არ გვქონია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უბრალოდ ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა, დიასახლისი ქალბატონების აღმოჩენა, რომლებიც არიან მრავალშვილიანი დედები და სურდათ მათ თავიანთი თავის რეალიზება. ჩვენ შევასწავლეთ საკერავ მანქანასთან მუშაობა და დღეს უკვე 10 დასაქმებული ქალბატონი ყავს რეგიონში, რომლის მხოლოდ საწარმოში დიახ, რომლის საშუალებითაც იქმნება ესეთი არაჩვეულებრივი ნაკეთობები. და შემდეგ უკვე შოურუმის პროცესები გავმართეთ. დღეს ვაერთიანებთ 23 თანამშრომელს საბოლოო ჯამში და თითოეული კადრის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვზრუნავთ ჩვენ თვითონ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ინდუსტრია, როგორც თქვი, საქართველოში ძალიან ახალია და გზადაგზა ჩვენ თვითონაც ვსწავლობთ სწორედ ესეთი ღონისძიებები როგორც იყო ჩინეთში და სხვათა შორის კიდევ რამოდენიმე ქვეყანაში გვაქვს ვიზიტი დაგეგმილი ახლა გამოფენების კუთხით. არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვსწავლობთ რეალურად ჩვენზე წამყვანი ბიზნესებისგან როგორ შეიძლება განვითარდეთ და შემდგომ ესეთი კომპანიებიც ინტერესდებიან თანამშრომლობით ჩვენაირი, იმიტომ რომ საქართველო ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ როდესაც პარიკის წარმოებაზე მიდგება ჯერი, საქართველოს სახელიც ფიგურირებდეს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ გვაქვს ამის რესურსი რეალურად. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საქმიანობას ვაკეთებთ, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ესთეტიკური მიმართულებით და ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტში და ეს ძალიან კარგი ნიშა არის იმისთვის, რომ ეს საქართველოს წარმოება და ნაწარმი არ ჩამორჩებოდეს წამყვან კომპანიებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ნედლეულის საკითხი, სერგო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩდება ხოლმე. საიდან მოგაქვთ ეს ამდენი ბუნებრივი თმა? ჩვენ თავიდანვე გვქონდა ეს მიზნობრივად არჩეული, რომ მხოლოდ ბუნებრივ თმასთან გვექნებოდა შეხება. იმიტომ რომ ბუნებრივი თმა ბევრი ოპერაციის საშუალებას გვაძლევს. манипуляция შეგვიძლია მარტივად გავაკეთოთ, შევღებოთ, შევჭრათ, ანუ მოდელირების პროცესები ბევრად უფრო მარტივია და ბევრად უფრო ჯანსაღი ალბათ, რადგან ბუნებრივობასთან გვაქვს საქმე, ჩვენც არ გვინდოდა ხელოვნურთან გაგვიკეთებინა აქცენტი და ფოკუსირება გავაკეთეთ ბუნებრივ თმაზე. თუმცა გაჩნდა აქ უდიდესი დაბრკოლებებიც, იმიტომ რომ რთულია ნედლეულის მოძიება საქართველოში. დღეს კიდევ არსებობენ სილამაზის სალონები, სადაც გვიწევს ახსნა, რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მოჭრილი თმა.
ამის ცნობადობა რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა, რომ სპეციალისტებთან უშუალოდ სალონებთან დავდივართ, ვესაუბრებით სტილისტებს და ვუხსნით, რომ თუ მოჭრილთ მას კარგად შეკრავთ, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, შევიძინოთ ეს თქვენი მოჭრილი თმა და ჩაუშვათ წარმოებაში. დღეს უკვე გვაქვს რაღაც გარკვეული დადებითი პროგნოზები, იმიტომ რომ აგროვებენ ადამიანები, ან შემგროვებელი პუნქტებიც გაჩნდა, ადამიანები დადიან ესე სალონებში და ავრცელებენ ამ ინფორმაციას, რომ ჩვენ ვიყიდით თქვენგან თმას და შემდგომ ეს თმა მოდის უშუალოდ ჩვენთან, ანუ მსხვილ შემსყიდველებთან. და ძალიან ისეთი კარგი პროგნოზებია, იმიტომ რომ თავიდან საერთოდ არავინ არაფერი იცოდა ბუნებრივ თმას რაში ვიყენებდით და დღეს უკვე ანუ პატარა 10 სანტიმეტრიდან შესაძლებელია ჩაბარება და ჩაშვება წარმოებაში, იმიტომ რომ ჩვენ პარიკის გარდა სხვადასხვა ნაკეთობებს ვაკეთებთ, რაშიც ვიყენებთ ეს მოკლე თმასაც. თუმცა არ არის ეს მხოლოდ მოკლე თმაზე აქცენტი, ან ნებისმიერი სიგრძის, ნებისმიერი ხარისხის და ასაკის ასევე თმას ვიყენებთ წარმოებაში. მამაკაცებს უდრის დაეხმარებით, თქო. მამაკაცის პარიკის წარმოება სხვათა შორის აქტიურად მიმდინარეობს ჩვენს საწარმოშიც. გვაქვს რამოდენიმე შემთხვევაც, სადაც იყენებს უკვე ჩვენს პროდუქტს, შექმნილ პროდუქტს მამაკაცი და ვაკვირდებით, ან რთულია თავიდანვე პროგნოზის გაკეთება ასეთ მნიშვნელოვან ნაკეთობაზე ცოტა რთულია. ამას სჭირდება დაკვირვება და გაანალიზება, იმიტომ რომ მოხმარებაში შესაძლებელია სხვა პრობლემები და სხვა დაბრკოლებები გამოიკვეთოს, რაზეც ისევ არის საჭირო მუშაობა და აქტიურად გვაქვს ასევე ურთიერთობა აი ამ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც გვასწავლიან, როგორ უნდა დავამზადოთ ესეთი პროტოტიპები. და ნუ რა თქმა უნდა, ეს პროცესები სულ მუდმივად მიმდინარეობს, როგორც ქალის პარიკების მიმართულებით, ასევე მამაკაცის მიმართულებით. მოკლედ, ანუ სულ მუდმივად არის განვითარების პროცესში ჩვენი საწარმო, ვიგონებთ ახალ თარგებს და ხო, ანუ ძალიან საინტერესო პროცესია უშუალოდ წარმოება, იმიტომ რომ ჩვენი გოგონები, რომლებიც მუშაობენ საწარმოში, უკვე ხვდებიან, რომ არ არიან მხოლოდ მკერავები, პირობითად ესე რომ დავაკნინო ეს ადამიანები არიან გამომგონებლები, რაღაცა ახალი იდეები აქვთ და სულ მუდმივად განვიხილავთ ამ ახალ იდეებს, დავამზადებთ რაღაცას, მე ჩვენ თვითონ მოვიხმართ ხოლმე შიდა გუნდში ამ პროდუქტებს და ხვდებით, რამდენად კარგი იქნება წარმოებაში ჩაშვება. და ნუ მოკლედ თავიდან თუ გქონდა დაახლოებით 3 ნაკეთობა, დღეს ალბათ 15 ძირითადი წამყვანი ნაკეთობა გვაქვს, რომელიც ასევე რა თქმა უნდა იზრდება მუდმივად და ვითარდება. მოკლედ, ჩვენ ალბათ ესე უნდა შევხვდეთ ხოლმე, ხო, კამერებთან და პოდკასტში, რომ ესე ღრმად ვისაუბროთ ამ თემაზე. ბევრჯერ შევეხეთ რა, ანუ სოციალურ პასუხისმგებლობას და CSR-ს და თუ გაქვს სურვილი, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ. მე ამით ალბათ, რა ვიცი, ვცდილობ, რომ მივწდეთ კიდე სხვა კომპანიებსაც, რაღაც გადავდოთ, ხო, ეს ამბავი და ამაში მხოლოდ დადებითია და მე ნანახი მქონდა, რა თქმა უნდა, თქვენი ეს პროექტები ყველას ვადევნებ თვალს, თუმცა მინდა რომ შენ თვითონ გაგვიზიარო და ამავდროულად კითხავ, რომ აი ყველაზე დამახსოვრებადი მომენტიც მინდა რომ გაგვიზიარო. ეს დანიშნულოვანი საკითხია ჩვენთვის, ძალიან სენტიმენტალურია, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე მოდის ხოლმე. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენს მომხმარებელს, რა სჭირდება და მაქედან გამომდინარე მოქმედებთ. არ არის ეს მხოლოდ რაღაც ჩვენი სუბიექტური შეხედულებები და ეს CSR მიმართულებაც აქტიურად დაიგეგმა მაშინ, როდესაც შევხვდით ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა პარიკი.
და მოვიფიქრეთ ასეთი კამპანია თმის დონაცია დავაანონსეთ ჩვენს გვერდზე და ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა ამ კამპანიის დროს. უნდათ თმის ჩაბარება იმისთვის, რომ ჩვენ დაგვემზადებინა პარიკი ამ ადამიანისთვის და წარმოიდგინეთ ეს არ არის მხოლოდ რაღაც უფასოდ გადაცემული ნაკეთობა ერთი ადამიანისთვის. ეს არის რაღაცა მასშტაბური სახე მიიღო ამ ყველაფერმა, სხვა ადამიანებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ მათი თმით დაგვემზადებინა პარიკი ისეთი ადამიანებისთვის, რომელსაც არ აქვს საშუალება იყიდონ იმ მომენტში ეს ნაკეთობა. და გადავეცით ეს საზეიმოდ ჩვენი დამზადებული ნაკეთობა და მახსოვს გამოვყოფ ამ შემთხვევას, იმიტომ რომ დღემდე ვიხსენებთ ხოლმე ჩვენს კომპანიაში ამ ადამიანმა, როდესაც მოიხმარა ეს პარიკი და გარკვეული მკურნალობის პერიოდი გაიარა, ყველაფერი კარგად დასრულდა საბოლოო ჯამში და ძალიან მაგარია ნამდვილად. დაგვიბრუნა ეს პარიკი და გვითხრა, რომ შეგიძლიათ ახლა სხვა ადამიანი გაახაროთ და ეს ჩვენთვის იყო ძალიან ისეთი რა, აი მარტო ჩვენი სურვილი არ იყო ამ შემთხვევაში, ანუ წარმოიდგინეთ გავაღვიძეთ ამ ადამიანშიც სიკეთის რაღაცა ელემენტები, რომ სხვა ადამიანიც გაიხარებინა თავისი და გადაედო ის რაღაც მუხტი, რომ აი მე ყველაფერი დავამარცხე, უკვე კარგად ვარ და ახლა შესაძლებელია ამ პროდუქტით ისევ სხვა ადამიანიც გავახაროთ. თუმცა ეს მხოლოდ თმის დონაციები არ არის ხოლმე ჩვენ შემთხვევაში, უკვე დავიწყეთ კამპანიები, რამოდენიმეჯერ ვიყავით მოხუცთა სახლში და ამ ადამიანებს ვაჩუქეთ უამრავი დადებითი ემოცია. გარდა იმისა, რომ ჩვენი სალონური მომსახურებით მივედით და სრულფასოვანი მომსახურება ჩაუტარეთ ამ ქალბატონებს, მაგის გარდა გადავეცით უამრავი დადებითი ემოცია. და ამ კამპანიაში ჩაერთო უამრავი სხვა კომპანიაც, რომელსაც სურვილი გამოთქვა თუნდაც რაღაც გარკვეული ვაუჩერის სახით გადაგვეცა მათთვის, ან ტკბილეული გაგვეზიარებინა, ან არ ვიცი რაღაც საჩუქრები მიგვეტანა მათთვის და გაგვეხარებინა ისედაც დაჩაგრული ქალბატონები და ძალიან კარგი ტენდენცია არის. ან ჩვენ წელიწადში 3 კამპანია გვაქვს ასეთი, სადაც მოუწოდებთ კომპანიებს გააქტიურდნენ, უფრო მასშტაბური სახე მივცეთ ამ ყველაფერს და გადავცეთ ერთმანეთს კეთილი საქმე. თუმცა აი მარტო ეს არის უკვე კომპანიის გარეთ, რასაც ვაკეთებთ CSR მიმართულებით. უშუალოდ ჩვენს კომპანიაშიც არის ესეთი ელემენტები გაერთიანებული, იმიტომ რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, განვითარება, ახალგაზრდებიც არიან ჩვენს კომპანიაში 23 წლის და ასევე 50 წლის ქალბატონიც არის, რომელსაც 4 შვილი ყავს და ეს ჩვენთვის სიამაყეა, იმიტომ რომ ესეთ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა თავიანთი თავის რეალიზების და როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საწარმო უნდა განვითარდეს და გაფართოვდეს, ჩვენ ისევ ამ რეგიონში ვფიქრობთ ფეხის მოკიდებას არ გვინდა სხვაგან, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან ძვირფასი გუნდი ჩამოყალიბდა და ძალიან ისეთ ჭიდრო კონტაქტები აქვთ უკვე ერთმანეთთან და ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ რაღაცნაირად საერთო სულისკვეთება გქონოდა ამ მსვლელობაში და მათი დატოვება არაფრად არ გვიღირს, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი ჩვენი საწარმო განვითარდება და გაფართოვდება, აუცილებლად ისევ ამ რეგიონში. ხო, აი მართალია ეს სწორი შენიშვნა იყო. აქ ესეთი ემოციური, ასე თქვა, თემიდან, რომელიც მართლა ემოციურია, იმიტომ რომ ეს არის ახლა ჩვენი ბოლო საკითხი არ ეხებოდა ბიზნესს და ეს არ იყო ბიზნეს ელემენტი, ეს იყო უბრალოდ თქვენი კეთილი ნება და რეალურად რა ვიცი, მე მჯერა რომ სიკეთე არის გადამდები. მე მინდა შევეხო ესეთ საკითხს, პრინციპში აი ერთ-ერთი მთავარი დღევანდელი headline-ი, ეს არის ქალი მეწარმე საქართველოში. შენი სიტყვებით რო შეაფასო, რას ნიშნავს ეს ქალი მეწარმე საქართველოში რო ხარ? დღეს სამწუხაროდ ისევ გვიწევს იმ რეალობაში ცხოვრებას, ერგო სადაც ქალ მეწარმეს და ზოგადად ქალს რაღაც გარკვეული სტერეოტიპების დამსხვრევა უწევს. ჩვენ შემთხვევაშიც იყო ეს სტერეოტიპები და შეგვიძლია აი მაგალითები გარედან ესე რაღაცა მithქმა მოთქმა, რომ არ გამოგივათ კაციც გჭირდებათ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ უფრო რაღაცას იძლიერესთან ასოცირდება.
არ იყო ნამდვილად მარტივი გზა, რაც ჩვენ გავიარეთ მე და ჩემმა დამ და ეს პროცესები მართლა უბრალოდ დაიწყო უდიდესი სურვილით და არა რაღაცა ფინანსური კაპიტალით. ეს იყო მცირე თანაზოგით რომელიც გარდაიქმნა შემდეგ აი ესეთ მასშტაბურ საქმეთ და ამ ყველაფრის უკან დგას როგორც თქვი ძალიან ბევრი უძილო ღამე ძალიან ბევრი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ჩემი და ჩემი დის მხრიდან მაშინ როცა სხვა მამაკაცები გარედან გვიყურებდნენ და არა არ არსებობს ვერ შეძლებთ ამბობს თუმცა ანუ მხოლოდ ამ რთულ და მძიმე საქმიანობებს რომ თავი დავანებოთ თვითონ შიდა სამზარეულოშიც არის ესეთი დეტალები რომელსაც ძალიან დიდი სიძლიერე სჭირდება ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება გიწევს და ბევრი ვალდებულების ზურგზე აკიდება და გატანა, იმიტომ რომ როგორც თავიდან აღვნიშნეთ, სერგო, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვაერთიანებთ უკვე ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახს და პასუხისმგებლობა გვაქვს ამ ადამიანებთან. ზუსტად ეს არის, რომ არის სამწუხაროდ დღეს ბიზნესებში ძალიან რთული და კრიტიკული პერიოდების გავლა უწევს. არა მხოლოდ სტარტაპს, არამედ დარწმუნებული ვარ, ყველა მსხვილი კომპანიაც ერთ დროს გადიოდა თუ ახლაც არ გადის, არ ვიცი, ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის ესია, როდესაც რაღაცა გარკვეული ეტაპი დასრულდება კრიზისის, მოსდევს რაღაცა აღმასვლის პერიოდი, თუმცა აუცილებლად არის ხოლმე ისევ რაღაც გარკვეული თუნდაც ფინანსური რყევები, იმიტომ რომ ესე ხდება საქართველოში ყოველ შემთხვევაში და ეს ძალიან რთულია შეუიარაღებელი ძალით გავუმკლავდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესის მართვის მიმართულებით არ გქონია რაღაც გარკვეული უნივერსიტეტები და რაღაც ეს ფუფუნება და ყველაფერი ვისწავლეთ გზადაგზად პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი შეცდომებიდან გამომდინარე და ჩვენი მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე და სხვათა შორის ჩვენი სილამაზის სალონიც გაფართოვდა და განვითარდა თავიდან თუ იყო ფოკუსირებული რამოდენიმე სერვისზე, დღეს უკვე ვაერთიანებთ 10-მდე ესეთ მნიშვნელოვან სერვისს და ესეც ჩვენთვის არის უდიდესი მიღწევა. ეს თავისთავად ნიშნავს კადრების დამატებას, სხვადასხვა პოზიციების დამატებას ასევე ჩვენს კომპანიაში და ეტაპობრივად ხელოვნდები შენს ყველაფერში. ან თუ საწყის ეტაპზე ვერ ერკვევი მაგალითად ბუღალტერიაში, ხვდები შემდეგ რომ შენ ვალდებული ხარ რაღაცა მინიმალური შენი ცოდნა მაინც აამაღლო ამ მიმართულებით, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში აუცილებლად კონკურენტი იზრუნებს ამ ყველაფერზე და სხვა გზა არ გაქვს და ასევე კი, ჯანსაღი კონკურენცია ბიზნეს ბაზარს აკეთილშობილებს და კი, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კონკურენტის გარეშე ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნესიც ვერ განვითარდება და კონკურენცია არ არის მარტო საქართველოს ბაზარზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მსხვილ კომპანიებს დავიყენებთ ალბათ მალე, ანუ ესეა რეალურად, ანუ ისინი ჩვენი კონკურენტები არიან და ჩვენ მათი საშუალებით ვითარდებით და ვიზრდებით. და ხო, ჩვენც გარკვეული ბენეფიტები გვაქვს ამ ყველაფრის უკან და ძლიერი მხარეები, რომლითაც ალბათ ვაშინებთ, ცოტა უხეში ნათქვამი შეიძლება იყოს, მაგრამ ხო, ესეა, ჩვენი ძლიერი მხარეები გვაქვს, იმიტომ რომ არის რაღაცა ინდუსტრიაში ისეთი დეტალები ამ საქმეში, რაც არ ისწავლება. და ხო, ამას უნდა მიაგნო. სადღაც კულტურაში. მინდა გითხრა, რომ ყველანაირი სტერეოტიპი დაარღვიეთ თქვენ ორმა დამ, აი ზუსტად მაქალი მეწარმეების თემაში და სხვათა შორის პატარა სტატისტიკასაც ახლა როგორც გავეცანი მე, ხო, რეგისტრირებული კომპანიების ფაქტიურად მე-13 საქართველოში გულისხმობ, იმართება ქალბატონების მიერ. ანუ მეტი ქალბატონია დღეს ბიზნესში, ხო? და ძალიან კარგი და დადებითი ტენდენცია, რომელიც ცვლის გარკვეულწილად ბევრ მიდგომას, ბევრ შედეგს და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა, კი. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ესეთი უნდა შემოგთავაზო რა, ჩელენჯი, ბლიცი, ძალიან პატარა ბლიცი.
ხო, სადაც პრინციპში გჭირდება პატარა პასუხი, ესეთი მოკლე პასუხები, ხო? თუ გექნება სურვილი, რა თქმა უნდა, განავრცე. რამდენად მზად ხარ? კი ბატონო. ყველაფერთვის სადავარ ფლიც კითხები. არ შემაშინებს. პირველი ორი კითხვა შეგეხებათ თქვენ ორივე დას, ასე ვთქვათ და თქვენზეა საუბარი. ხშირად არის ხოლმე სხვათა შორის და არ წამოვგები ამ პროვოკაციას. ვინ უფრო მკაცრია დები ინასარიძე შორის? კაცრი ალბათ უფრო მე ამ შემთხვევაში. აუცილებლად კითხოთ მე თეოს და თეოს ხოლმე დააკომენტაროს. ვინ უფრო ემოციურია? ემოციური ჩემი და. შენი და. ინტუიცია თუ ციფრები? და ფაქტარი გამოსცემ. ჩემ მხარეს უფრო ციფრებია, თეოს მხარეს უფრო ინტუიცია. ფანტასტიკური, ანუ კარგად გადანაწილებული მოკლედ, ხო? აქაც ვაბალანსებთ. კლიენტი ყოველთვის მართალია. სხვათა შორის ამას არ ვემხრობით. სხვათა შორის. არ ვემხრობით, ხო, იმიტომ რომ ხშირად შეცდომაში შევყავართ ამ დამახინჯებულ ფიქრობ ალბათ ესეც სტერეოტიპი არის რა. იმიტომ რომ ხანდახან მომხმარებელსაც უწევს რაღაცები ისწავლოს კომპანიასთან ურთიერთობის დროს, არ არის ყოველთვის მომხმარებელი მართალი. აბსოლუტურად გეთანხმები. ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც მიგიღია აი ამ წლების განმავლობაში, როცა ფლოპ ბიზნეს. ყველაზე რთული გადაწყვეტილება. ყველაზე რთული. უი, რას ამბობ? ყოველდღე რთულ გადაწყვეტილებებს ვიყავ. რა იქნა ყველაზე რთული გამოვლენა ხა? რამაც სერიოზულად რაღაცა გარდატეხა ხო, ანუ რაღაცა შეცვალა. ჩვენი ფილიალის გახსნა ავიღოთ, მოდი, ეს ერთგვარი საზეიმო ისიც არის ჩვენთვის და არის კიდევ სირთულის გადალახვაც. რთულია ნამდვილად, რთული ყოფილა, ჩვენ არ გქონდა ესეთი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მივხვდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას. შენ საკუთარ საქმიანობაში თუ შენ თვითონ არ ხარ ისე გულისყურით ჩართული, ყველა შემთხვევაში თავს იჩენს ძალიან ბევრი დაბრკოლება და ნუ რადგან მანძილი არის ამ შემთხვევაში ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ რომ ძირითადად აქეთ ვცხოვრობთ და აქეთ გვაქვს საწარმო და შოურუმი, ქუთაისის ფილიალს ხშირად ყურადღებას ისე ვერ ვაქცევთ, როგორც საჭიროა და ეს გარკვეულწილად არის რთული გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომელსაც სჭირდება. მაგრამ გამართვა? კი, რა თქმა უნდა. კარი თავარი. ქალი მეწარმე ერთი სიტყვით. ხალი მეწარმე. ეს არის ვაიმე, რამდენი სიტყვა მახსენდება, ეხა რომელიც შეიძლება თქვა, არ ვიცი, აი. კვანცა. ერთი სიტყვით. დაუნდობელი ადამიანი უნდა იყო ხალი მეწარმე. უშიშარი და მებრძოლი. რომლისთვისაც არანაირი დაბრკოლება უარი არ ნიშნავს უარს. და რა ვიცი, ani ძალიან ბევრი რამე შემიძლია კიდევ თქვა. გვანცა ჩვენ იმდენი ვისაუბრეთ შენ ინდუსტრიაზე, მე მგონია გაჩნდა კითხვები, რომ პრინციპში რო გააზიარო ინფორმაცია, ხო, ანუ სად არის ხელმისაწვდომი რეალურად თქვენი შოურუმები, სად არის ხელმისაწვდომი თქვენი ასე ვთქვათ ბიუთი ცენტრი, ხო, სადაც ანუ უკვე ძალიან ბევრი სერვისის მიღება შეიძლება. ორიოდე სიტყვით რო ეს შეაფასოთ თქვა და ასევე თუ გაგვიზიარებ რამე ესეთ გეგმებს, რომელიც ახლა მომავალში იქნება უკვე ხელმისაწვდომი და შესაძლოა რომ ხელმისაწვდომობა იყოს ჩვენი ეთერიდან შესაძლებელი. სიამოვნებით, სერგო. ამ ექსკლუზივს დაგიტოვებთ თქვენ აუცილებლად. ეჭვი არ მეპარება, მადლობა. ჩვენი შოურუმი თბილისში მდებარეობს 300 იარაგველის მეტროსთან, სადაც უშუალოდ განთავსებული არის უამრავი ნაკეთობა, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ფერის, სიგრძის, ყველანაირ პროდუქტს იპოვით მოკლედ ჩვენ შოურუმში, რაც კი შეიძლება თქვენ წარმოიდგინოთ, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ადგილზე შეძენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობთ ონლაინ. ჩვენი კონსულტანტები ეხმარებიან ადამიანებს მთელი საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით დავადგინოთ საჭიროებები, ასე ვთქვათ, ჩვენი მომხმარებლის და ვაგზავნით ასევე ნებისმიერ წერტილში ხوارი გეგმება ახალი შოურუმის გახსნა.
იცი რა, ახლა მომავალში ვფიქრობ. მე კი ვიცი. კიდევ ერთი, აი მე მკითხავ რა იყო რთული გადაწყვეტილებაო და მე დავამატებ, რომ სხვა ფილიალიც გაიხსნა. საქართველოს მასშტაბით გვინდა, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ნიშური პროდუქტი და ძალიან სპეციფიური მოხმარების ელემენტებს წარმოადგენს, აუცილებელია მისი მორგება. თუმცა დისტანციურადაც ვცდილობთ ეს რაღაცა გავამარტიოთ, მაგრამ მორგების შემთხვევაში უფრო მეტად სწორ გადაწყვეტილებას იღებენ ჩვენი ქალბატონები. ამიტომ გვინდა რომ სხვადასხვა რეგიონში იყოს ხელმისაწვდომი, ესე ვთქვათ, ჩვენი პროდუქტის მორგება. ამიტომ გვაქვს, რა თქმა უნდა, ახლა მომავალში სხვა ფილიალის დამატებაც. ვანცა, რამე ხომ არ გამოგრჩა დღევანდელ პოდკასტში, რაზეც გვინდოდა საუბარი? სხვადასხვა აქვე გიდევს რაღაც ჟურნალი, რომელიც სხვადასხვა ექსკლუზიურად მანახე ეს არის კულისებში. ხო, ჩვენი ჟურნალი, რომელიც ექსკლუზიურად მოვიტანეთ თქვენთან, ჯერ ამის პრეზენტაცია არ მომხდარა ჩვენთან. ეს არის ჩვენი პროდუქციის კატალოგი, რომელშიც არის განთავსებული მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი არჩევანი და ჩვენს მომხმარებელს შეიძლება უკვე რაღაცა გარკვეული პროდუქტის საფუძველზე მოგვცეს ახალი შეკვეთები. ახალი შეკვეთები, იმიტომ რომ ჩვენი თითოეული ნაკეთობა არის ხელნაკეთი და ინდივიდუალური ერთი ცალია და ეს არ არის რაღაცა წარმოებაში ჩართული. ხო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული პროდუქტი იყოს განსაკუთრებული და გამორჩეული, რაღაც ინდივიდუალური ელემენტები ქონდეს, თუმცა თუ მომხმარებელს ექნება სურვილი, რომ აი რაღაცა რომელიმე კონკრეტული მოდელი მოსწონს, ამის საშუალებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მივამსგავსოთ ასეთ მოდელსა და ბევრად უფრო პრაქტიკული გავხადოთ მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება. ვანცა, ფანტასტიკური ინტერვიუ ჰქონდა, მე მგონი. რა ვიცი, შენ როგორ დარჩი კმაყოფილი, როგორ მოგწონს ეს ფორმატი? ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თავიდან თქვი, იმიტომ რომ უფრო მეტად გაქვს შესაძლებლობა შენი რეალური სახე გაუზიარო მომხმარებელს და მიიტანო მომხმარებლის ყურამდე ის, რაც ხშირად არ ჩანს ხოლმე სოციალური ქსელებიდან და მივესალმები თქვენს წამოწყებას, წარმატებებს გისურვებთ და ვეცდები, რომ უფრო საინტერესო იდეებით დაგიბრუნდეთ სამომავლო ეთერისთვის. სხვათაშორის საქმე აღვნიშნავ ჩვენ რადიო მსმენელს მიმართავ განსაკუთრებით, ვინც გვისმენდა და არ გვიყურებდა. აუცილებლად ნახეთ ჩანაწერი, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი არა მხოლოდ საინტერესო იყო, არამედ გამორჩეული იყო ვიზუალურადაც. მოკლედ, ბიზნეს სპეისში ჩვენ რეალურად არ საუბრობთ იდეალურ ბიზნესზე, საუბრობთ რეალობაზე. რეალობა კი ის არის, რომ ბიზნესი არ არის მხოლოდ პროდუქტი, რომელსაც ვაწარმოებთ და ვყიდით. ეს არის ნდობა, პასუხისმგებლობა, გავლენა ადამიანებზე, ხო? ამიტომ ამით დავასრულოთ. ეს იყო ბიზნეს სპეისი. მე გახლავართ სერგო ავსეჯანიშვილი. დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე და ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს აუცილებლად ვიყურეთ საღამოს 6 საათზე. მადლობა.